გამარჯობა მეგობრებო, მკითხველებო, ქართველებო. დღეს დაუგეგმავი ვიდეოთი მოგმართავთ უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს ხოლმე და გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო თბილისიდან გასვლისთვის ვემზადებოდი და ერთი ვიდეო წინასწარ ჩავწერე. ეს ვიდეო მომავალი კვირის შაბათს გავა ჩვეულებრივი გრაფიკით და არჩილ ქიქოძის ნორვეგიულ დღიურზე, აი ამ წიგნზე. დღეს რასაც ვიტყვი, უკრაინელი ხალხის ბრძოლას ეძღვნება, უკრაინელ ხალხს ეძღვნება. აღფრთოვანებული ვარ და ქეთს ვიხრი მათი სიმამაცის წინაშე. ისინი თავისი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან და ეს ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაც არის. ეს არის დიდი ომი კაცობრიობაში თავისუფლებისათვის. მოდით თითოეულმა ჩვენგანმა ერთი რამე მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ომში სიმართლის გამარჯვებისთვის. დღეს ნორვეგიული დღიურიდან ორ თვალსაჩინო მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს მოხდა 1940 წლის 9 აპრილს, როდესაც გერმანული კრეისერი ბლუხერი ფიორდში შევიდა და ოსლოსკენ დაიძრა. ნაცისტები წინააღმდეგობას არ ელოდნენ. კუნძულზე განლაგებული ფორტიფიკაციის კომენდანტიერიქსენი მთავრობისგან ელოდა ბრძანებას. გემი კი ახლოვდებოდა. ბოლოსერიქსენმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და კრეისერს ცეცხლი გაუხსნა. ზარბაზნის 2 ჭურვი და 2 ტორპედო მიარტყა. მეტი ტორპედო არც ჰქონია. ბლუხერი თავის ეკიპაჟიანად ჩაიძირა, რის ხარჯზეც ნორვეგიის მეფემ ოსლოდან ინგლისში გაქცევა მოასწრო. მეორე ეპიზოდი კი ნორვეგიელი მწერალი ქალის ტორბორგ ნადრეასის წიგნის მიხედვითაა. მისი ერთ-ერთი მოთხრობის გმირი მოხუცი დედაა, რომელსაც საკუთარ ვაჟეს საშინლად აქვს აცურვებული გული. მთებსა და ტყეებში გადახვეწილი ახალგაზრდები ნაცისტებს ებრძვიან. ის კი, ლოთი და უსაქმური, დღეს და ღამეს მასა და კარტის თამაშში ატარებს. შვილი სახლში მოდის და საკუთარ ოთახში იკეტება. ერთმანეთს არიან გაუცხოებულნი. დედა შვილთან ლაპარაკი არ სურს. მათი სახლის წინ მანქანა ჩერდება, საიდანაც გესტაპოელები გადმოდიან. მათ სადარბაზოში შედიან. კარს მიყურადებული ქალი ცდილობს გამოიცნოს, რომელი მეზობლის კარზე მიაკაკუნებენ ნაცისტები. რომელ ოჯახს დაატყდება უბედურება. მაგრამ გესტაპოელები მის კარზე აკაკუნებენ. მის უარს მოაკითხეს და სანამ აგენტები შვილის ჩაკეტილ ოთახში ანგრევენ, იქიდან ერთი გასროლის ხმა ისმის. აღმოჩნდა, რომ უვარგისი ვაჟი გმირია, რომელმაც გესტაპოს ხელში მოხვედრა სიკვდილი არჩია და სანამ დედა დენთით გაბუღული ოთახის ღურბს გადააბიჯებს, პირველი გზნობა, რომელიც ეუფლება, სიამაყეა. ეს არ არის რუსეთის და უკრაინის ომი. ეს არის ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის ომი. მან დაიმორჩილა რუსეთი და ახლა თავისუფალი უკრაინის დამორჩილებას ცდილობს. ძალიან ძნელია, ძალიან სახიფათოა ამ დროს ბოროტების წინააღმდგომა. მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ეს ჩვენს მორჩილებას ნიშნავს, მომავალ მორჩილებას და უფრო ზუსტად კი მონობას. მე მონობაში ცხოვრებას არ ვაპირებ. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. უყურეთ ვიდეო ბლოგს წიგნებზე. იკითხეთ კარგი წიგნები და ცხოვრებაში განახორციელეთ ამ წიგნებიდან გამოტანილი დასკვნები.